მოყვარელო, ნახე, ყელიანი სვიტრი ვიყიდე. მოგწონს? ყელიანის ყიდვას. ყელიანი სვიტრი გეყიდა არ ჯობდა. წამლებს დავლევ და გავაგრძელოთ რა მერე. ამდენ წამლებს რატოსო? ცუდად ხარ? არა. ვადა გაზდის და ჩემონდების შედებაში დამეხმაროთ? კი როგორ არა, მოხალოთ არა. რამჯიმია. ხო. სად მიდიხართ ქალბატონო? იცით, ქმარს ვეჩხუბე და სადაც თქვენ გნებავთ, იქ წამოყვებით. სადაც მემნებავს? დიახ. რა, თქვენმა ქმარმა რო გაიგოს? თქვენ აი ეს შემოდნები ჩადეთ და დამიჯერეთ, ეგ აწი ვერაფერს ვეღარ გაიგებს. ექიმო. აი, ჩემი ანალიზი. იქნებ ონკოლოგთან ახვიდეთ. რა ხდება ექიმო? არაფერი, ჩემი კალამი დამჭა და იქნებ ჩამომიტანო. გოგონა, გუშინ თქვენთან ვიყიდე 60 თეთრიანი პური და შიგნით დამხვდა ქვა. აბა 60 თეთრიან პურში ბრილიანტს ხო არ ჩაგიდებდით? გოგო, გუშინ ღამე სადებეზოში შევედი ჩემთან და მანიაკი დამხვდა. მე რას ლაპარაკობ, სექსუალური მანიაკი? არც ისე. რაშვები. ჩემი ფისო სად არის? ჩემი ფისო სად არის? რატო არ შემეგება? მოკვდა. რა? რა მოკვდა? რანაირად მოკვდა? აი ესე სახურავზე ავიდა, ფეხი დაუცურდა და მოკვდა. ჩემი ფისო. ეს შეიძლება პირდაპირ უთხრა ადამიანს, ა? მოკვდაო? არ შეიძლება რომ ცოტა შემოგეპარებინა, ცოტა გამისკა და გულია? როგორ შემომეპარები? როგორ და გეთქვა ჯერ რომ დაკარგე, მე რომ სახურავზე ავიდა, მე ჩამოვარდა და მე გეთქვა რომ მოკვდა. შეიძლება ესე პირდაპირ უთხრა ადამიანს?
დედა! დე! სად არის დედა ჩემი? დედა შენი სახურავზე ავიდა. ერა ფეხი დაუჩინდა. ჩამოვარდა. სალატყოფოში წავიყვანე. რა არის რა? ვეყოფედი არ მაქვს. საკმარისად ვინმე სიმპათიური ბიჭი გავიცნო რომ ან ის არის ცოლიანი ან მაინც იმ დროს მე ვარ გათხოვილი. რა გნებავთ? არაფერი ხალბატონო. მაშინ გაიწიეთ, იქნებ სხვას უნდა რამე. მრავლდებულო, გთხოვთ ადგეთ. სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ თქვენ უდანაშაულო ხართ. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ თქვენ თავისუფალი ხართ, რადგან ბანკის ძარცვის დანაშაული არ დაგიმტკიცდათ. ესე იგი, ეს ფული მთლიანად მე დამრჩება? გმადლობთ რომ ჩვენს ტურისტულ სააგენტოში მოგბრძანდით. გოგონი, აი იმ ქალაქში მინდა დასვენება ჯაკარტაში? ვერაფრით ვერ გავიხსენე. ჯაკარტა. სტოპ! აი, მე და ბაბუა ჩემი კეჭყოფში. რა საყვარელი კაცია. კი, შენ ძალიან სასაცილო ხარ. აი, ეგარი მე და ჩემი ძმა უბლეთში. აი მეს ვინ არის? ეს მე ვარ 3 წლის. არა? 3 წლის? და თმები კიდე არ ქონდა თავზე ამოსული? უკ მოგიჭირავს, კაცო, ამოატრიალდეს. გამარჯობა. წენის ტკივილის გაქვთ რამე? კი, რა თქმა უნდა, ახლა მოგერთმეთ. აი, და რამდენი უნდა შევისხა? 2 ან 3 შესხურება. ესე მისე მტკივაყელი. ხომშველის. აბა როგორ ახარ? რა როგორა? ფსიქიატრიული და ხო გამომწევს? ო, მე მაგას რა ჯობია კაცო? რა ჯობია? გუშინ წინ ნაპოლეონი იყავი, გუშინ მინისტრი, დღეს ვინახარ? არაფერი. ეგაა ცხოვრება. და საერთოდ დაიმახსოვრე. თანამშრომლებში ყველაზე მეტად ვაფასებ იმას, რომ პირად ინიციატივას თვითონ იჩენენ. გასაგებია? გასაგებია. და ამ საღამოს საწავიდეთ. ინიციატივაო და ხო გახსოვართ ექიმო? დიახ. მე ის ხო გახსოვართ? ხო ეს ანალიზებს გამაგზავნეთ, ვიყავ ზემოთ და გავაკეთე და რა ვიცი, ვერაფერი ვერ გავიგე. ეხლა ვერ ნახავ. ხო, იქნებ თქვენ მითხრათ რა. რაც 100 ციტი გაქვთ. უნალობა გჭირდებათ. რა მაქვს? 100 ციტი. 100 ციტი? დიახ. 100 ციტი. რა არის 100 ციტი? რა არის და მუცელში გაქვთ წყალი. მუცელში მაქვს წყალი? დიახ.
რას ლაპარაკობთ ეგიბო? რა წყალი? მთელი ცხოვრება ღვინოს და არ აღსვავდი და წყალი როგორ მაქვს მუცელში? წამოდი ხა, წავიდეთ. ვიყოთ რა ცოტა ხანი. რატო უნდა ვიყოთ გამაგებინა? წვადი შევჭამე, ღვინო დაულიე. ტორტის გაიჭრა. ჭამე და მიდიხარ? აბა ხა პატაძელს არავინ მომიებს. ბავშვებს წინავს? რაღაც მინდა გკითხო. კითხე. არა, ამდენი ხნით ოლქმარი ვარ და ხომ მოგბლება ვიცოდე რა. რა როიცოდა? რამდენი კაცი გყავდა? 6. 6? ესე იგი მე 6 ვარ. არა, მესამე. აი, ამაზე გაქვთ ხელი მოსაწერი. ის რომ სამსახურში სასიყვარულო წერილებს წერ, ეს კიდე შემიძლია გავიგო. მაგრამ ჩემთან რატო შემოგა ხელის მოსაწერად? ой, ესა მოგიბეჭდეთ. კაცები, ჩემი შავა. ესე უთბობ ხოლმე, ოთახის ტემპერატურაზე უყვარს ჩაი. რა შობა თქვენი პატარა? კარგი ბიჭია, ძალიან მშვიდი. ძილი როგორია? შვენიერი. ისე გაგიჟებულები ვართ მე და ჩემი ქმარი რა. ყველგან გატყუებენ, არავის ნდობა არ შეიძლება რა. თუ წარმოიდგინე, სამშობიაროში მითხრეს ბავშვი 4 კილო დაიბადაო, სახლში გამოვედი დავწონეთ და 3 და 800 იყო. ნუ 200 გრამში მომატყუეს. მე ყველგან ჩემი სასწორით დავყავ. აი ეგრე უნდა მექნა მეც. 200 გრამში წარმოგიდგენთ. თქვენ რომ მითხარით ხელის მუხრუჭი იხმარება. ხმარობ, მაგრამ უკმაყოფილო. რითი ხარ თუ მოყოფილო? რითი ვარ და ხელი მткиვა, კაცო, ხელი, მოვაჩერე. გაჩერების დროს სულ მეკაწრება ხელის გული და მткиვა. განსაკუთრებით ბეტონის კედელი თუ არ იყო საერთოდ დასისრული მაქვს თელი ხელი. რა გჭირს? ჰა? დავბოდი რა. დაეცი? არა. დამეწივნენ. რა არის ეს რა ციფრებია? რამხელა შეცდომებია? აი ამ ცხრილებში კიდე რა როგორ აგირდღირებიათ ყველაფერი საერთოდ. და საერთოდ რატომ მომატყუეთ რომ ბანკში მუშაობდით და 3 წლიანი გამოცდილება გაქვთ? თქვენ არ თქვით დიდარი ფანტაზიის ადამიანს ვეძებთ, ხო? რა კარგია ფასდაკლებები რო გაქვთ თეთრეულებზე. ძალიან მინდა ყიდვა. მაგრამ ჩემი ქმარი ალბათ გამიბრაზდება. მოვიფიქრე. ალო. მე ვარ საყვარელო. იმიტომ გირეკავ რომ მინდა იცოდე რომ მიყვარხარ. კარგი, კარგი. რამდენი გამოდის ფასდაკლებით? აი ეს. ой, ამაზე ფასდაკლება არ გვაქვს. არ გაქვთ? მოიცა. ალო?
ხო, ისევ მე ვარ. მინდა იცოდე, რომ ძალიან და ძალიან მიყვარხარ. კარგი კოცნი. მომეცით. ეს. კაცურა, ბილეთი არ მაქვს და პანჩური რომ მომარხა. ერთიც რომ მომარხა რა. თქვენი გადახდილი იქნება. გამარჯობა. რომელი პრეზერვატივები გაქვთ? გვაქვს მარწყვის, ბანანის, ანანასის. გოგონი, კამპოტისთვის კი არ მინდა. რახან შენ ჩემი სიძე გახდი? და რახან ჩემი ოჯახის წევრად მიგიღე? ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ბიზნესის 50% გაჩუქოთ. ხლერისი გაკეთება მოგიწევს. ყოველ დილით მოხვალ ჩემთან ქარხანაში და რა საქმეებიც იქნება, ყველაფრის გაკეთებაში დამეხმარები. აუ, შანსი არ არის რა. ქარხანაში? არა. ხმაურს ვერ ვიტან საშინლად. კარგი, მაშინ ოფისში დაგაწყებინებ მუშაობას. იქ საბუღალტრო საქმეებს გაეცნობი და ფინანსური საკითხების მოგვარებაში დამეხმარები. მოიცამ, რას მეუნებით? ეხლა რომ მთელი დღე ოფისში უნდა ვიждდე და ქაღალდებში ვიყურო? ძალიან მოსაწყობია. შვილო, მე თქვენთვის კარგი მინდა და ამიტომაც დაგითნეთ ჩემი 50%. შენ კიდე ქარხანაში ხმაური მაწუხებსო, ფურცლები მოსაწყენიაო, აი რისი გაკეთება შემიძლია თქვენთვის? ხო, მითხარი და გავაკეთებ. ეგ ძალიან მარტივია. აი, თქვენი ბიზნესის 50% ხომ დამითმეთ? კი. ხო და ეხლა შეგიძლიათ ეგ 50% უკან გამოისყიდოთ. ის არის. ასე აღარ. უცებ გენაცვლე სიგარეტი მომიცით რა. ადლობა. ბატონო, აქ ჩვენთან არ ეწევიან. როგორ სიგარეტს ყიდით აქ და არ ეწევიან? ეგრე ბატონო, ჩვენ აქ ტუალეტის ქაღალდსაც ყიდით, მაგრამ ესე იგი, მოდი ბაიერი შალკე იყოს ამ 2x. კარგი, ლივერპული ვესტჰემ 1x ეს იქნება. დავით, გამომარჯოს. გამომარჯოს. სადი ყავი რო არ ჩანდე? ბაბუა გარდამეცვალა. ეხლა? ვიზი არის? რამდენი წლისი ხარ? 93-ის. დამატებით დროში მომკვდარა ისე საცხარი. მომუვარდა და შეურაცხყოფა მომაყენა. მორალური? მორალურიც და მზგარეშეც. პოეტი რო ყოფილიყავი, ლექს მოგიზღუდით. ხატვარი რო ყოფილიყავი, დაქატავდით. და აბა ვინ ხართ? ვინ ვარ გოგონი და ავეჯის მაღაზია მაქვს და შემიძლია
ლოგინი შემოგთავაზოთ. თამაზი თაზო გადმოწექი რა მოიცა რა მეზარება შენ 2 მეტრით გადმოწოლა გეზარება და ზვიადი ამ საქმისთვის ვარკეთილიდან დადის იცით ამ ბოლო დროს ყველაფერზე ნერვები მეშლება. მაინც რაზე გეშლებათ ნერვები? რანაირი შეკითხვა ახლა ეს? რაზე მეშლება ნერვები იქნება? გამოგიხადებ ამას და ჩაგცხებ თავში.